იცოდით, რომ არსებობს დაავადებები, რომლებზედაც დადებითად მოქმედებს ორსულობა. გადაჰყავს ის ხანგრძლივ რემისიაში, ამსუბუქებს მის სიმპტომებს ან სრულიად კურნავს მას. ბევრ დაავადებაზე ორსულობის სამკურნალო ეფექტი აიხსნება რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში ის, რომ ნაყოფი წარმოადგენს უცხო გენომს ქალის ორგანიზმისთვის. ის ერთგვარი შეიძლება ითქვას უცხო სხეულია, რომელიც წესით იმუნურმა სისტემამ უნდა განაგდოს. ანუ როგორც ხდება, როცა უცხო სხეული ხვდება ორგანიზმში, იმუნური სისტემა იწყებს აქტიურ ბრძოლას მის წინააღმდეგ. და ეს მექანიზმი რომ არ ამუშავდეს, ბუნებამ ისე დაადგინა, რომ ორსულობის დროს იმუნური სისტემის რეაქციები შედარებით შერბილებულია და შემცირებულია. შესაბამისად, მას ნაკლები მოქმედება აქვს ისეთ დაავადებებზე, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის გაძლიერებული ფუნქციით. ესეთი არასწორი აქტივობით. აი მაგალითად ისეთი აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული არტრიტი, ასევე გაფანტული სკლეროზი, აუტოიმუნური ტირეოდიტი, ხოშიმოტოს დაავადება. ეს ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში ორსულობის დროს გადადის რემისიაში და მათი სიმპტომები მნიშვნელოვნად მსუბუქდება. ასევე მცირდება ალერგიული რეაქციები, მაგალითად ალერგიული ბრონქიტი, მცირდება ანთება და ეს დადებითად მოქმედებს კუჭდაწლავის ზოგიერთ ანთებით დაავადებაზე. გარდა იმუნური სისტემისა, ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰორმონალურ სისტემაში. საკვერცხები შეიძლება ითქვას ისვენებს, არ არის მენსტრუაციები, ჰიპოფიზის და საკვერცხის სისტემა, ჰორმონალური სისტემა მოქმედებს სხვაგვარად და ეს ყველაფერი დადებით გავლენას ახდენს ისეთ დაავადებებზე, რომლებიც ჰორმონდამოკიდებულები არიან. მაგალითად, ენდომეტრიოზი, რომლის გამოწვევის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ის ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა და მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემა. ენდომეტრიოზის დაავადება ორსულობის დროს გადადის რემისიაში. თუ ორსულობას სდევს შემდგომში ლაქტაციის პერიოდი, ეს რემისია კიდევ უფრო ხანგრძლივად გრძელდება და მას დადებითი ეფექტი აქვს უმეტეს შემთხვევაში ორსულობის და ლაქტაციის შემდეგ. შესაძლოა მისი სიმპტომები გაქრეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამასთანავე ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი ენდომეტრიული ჰეტეროტოპიები მცირდება ზომებში ან სრულიად ქრება. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიც ასევე ხანგრძლივ რემისიაში გადადის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ორსულობამდე ჰქონდა მენსტრუაციის გადაცდენები და კიდევ ჰორმონალურ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, ხოლო ორსულობის და ლაქტაციის შემდეგ ეს სიმპტომები სრულიად გაქრა ან მნიშვნელოვნად შემსუბუქდა. ხშირია შემთხვევები, როცა აქვს ქალს პოლიკისტოზური საკვერცხეები, ამის გამო არ დგება ორსულობა, საჭიროა მისი მკურნალობა, მკურნალობთ, დაურსულდება მრავალი შრომითა და წვალებით, ესე ვთქვათ, და როცა დაურსულდება, იმშობიარებს ლაქტაციის პერიოდი და შემდეგ თავისით მალევე დგება ორსულობა. ამიტომაც ვეუბნებით ქალებს, რომელსაც აქვს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და აქვს თან უშვილობა, ვეუბნებით, რომ როცა დაურსულდები მკურნალობის შედეგად, ორსულობის შემდეგ არ დაიცვა თავი ორსულობისგან, რომ მალევე დაორსულდე, რათა რემისიის პერიოდი, განკურნების პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ხოლო შემდეგ უკვე ასაკის მატებასთან ერთად პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი ვიცით, რომ თავისით ქრება. ორსულობა ხელს უწყობს საკვერცხის ფუნქციური ცისტების გაქრობას. ორსულობის პერიოდში არ არის პრემენსტრუალური სინდრომი, რადგან არ არის მენსტრუაცია. თუმცა ხშირია, როცა ორსულობის და ლაქტაციის შემდეგ, როცა აღდგება მენსტრუაცია, თუ ქალს ჰქონდა ძლიერად გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი, მისი სიმპტომები სრულიად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ხშირად მცირდება ან სრულიად ქრება აკნე. ამრიგად ორსულობა
ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის და ზოგადად მისი ორგანიზმისთვის საუკეთესო დასვენებაა. ერთგვარი რესტარტია, რომელიც ხელს უწყობს მის გაჯანსაღებას და ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომაც ექიმები და მათ შორის მეც ხშირად ვეუბნები პაციენტს ამა თუ იმ პათოლოგიის მდგომარეობის დროს, რომ ორსულობამ შესაძლოა შეამსუბუქოს ეს სიმპტომები, რადგან ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ.